მესამე სექტორის შეფასებით ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმები უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, რაც არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზითაა გამოწვეული. პროფკავშირებში კი იმის დასტურად, რომ სამშენებლო ინსპექტირების არსებული წესი უსუსურია, ბოლო პერიოდში მშენებლობებზე დაღუპული ადამიანების შემაშფოთებელი სტატისტიკა მოჰყავთ. ერთ წელზე მეტია მთავრობა ახალ სამშენებლო კანონპროექტს ამზადებს. როდის შევა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში, ბექა დიასამიძე არკვევდა. ბათუმში 1750-მდე ობიექტზე მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ უმრავლესობაზე კი უსაფრთხოების ნორმები დაუცველია. მერე ის ამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარია. არის შემოწმებები მერიის ზედამხედველობის სამსახურიდანაც ისეც ობიექტზე მიმდინარეობს უსაფრთხოების შემოწმება ყოველდღიურად. არის ჟურნალი, სპეციალური უსაფრთხოების ჟურნალი, რომელშიც ყველა თითოეული თანამშრომელი ხელს აწერს. დღეის მდგომარეობით ზედამხედველობის სამსახურს აქ თითქმის ბათუმის ტერიტორიაზე ყველა მრავალბინიან ობიექტზე გაცემული გაფრთხილების აქტები, მითითებები, რითაც დაწყებულია თითქმის ყველაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება. პერმანენტულად ვიბარებთ უკვე რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ვადის გასვლის შემდეგ, თუ გადაწყვეტავს სამსახური, რომ დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები და წესები, უკვე იწერება ჯარიმა. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მერია ძირითადად ზოგადი ნორმებით ხელმძღვანელობს, რომელიც საბჭოთა პერიოდის ტექნიკურ რეგლამენტს ეყრდნობა და მოძველებულია. მისივე განცხადებით, სამშენებლო კომპანიების უპასუხისმგებლობა სწორედ არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შედეგია. ჩვენ შემთხვევებს თუ გადავავლებთ თვალს, ალბათ უფრო მეტად ფაქტის დადგომის შემდგომ ხდება მოვლენებზე და ფაქტებზე რეაგირება და ამ შემთხვევაში რაღაც პრევენციას და საპრევენციო ღონისძიებების გატარებასაც ძალიან ასე ვთქვათ არასრულყოფილად ახორციელებენ. სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების არსებულ წესს უსუსურად მიიჩნევენ პროფკავშირების აჭარის რეგიონულ ოფისში. ილია ვერძაძე შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობს. ჩვენ გვაქვს ძალიან სავალალო სტატისტიკა, საუბარია როგორც ზოგადად დამსაუბადეებზე, ნიშნულებზე, ასევე დასვენება მუშაობის შეფარდებასა და გრაფიკზე. სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე მუშაობა უკვე დაასრულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. დოკუმენტი მთავრობის ხდომაზე წარსადგენა მზადაა. კოდექსის პროექტში თავმოყრილია აქამდე არსებული ყველა ნორმატიული აქტი, მათ შორის კანონები, მთავრობის დადგენილებები და მინისტრის ბრძანებები. კოდექსის ფარგლებში შემოყვავს ესეთი ზედამხედველი სამშენებლო მოედანზე, უსაფრთხოების ზედამხედველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე შემშენებლობის პროცესში უსაფრთხოებაზე მთლიანად. პარლამენტს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი განსახილველად უახლოეს პერიოდში წარედგინება.